ვის მოსწონხართ ფარულად. აი რჩიეთ პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე. ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო. დავიწყებ პირველი ვარიანტის განხილვით და პირველ ვარიანტის შემთხვევაში ვიტყვი, რომ ეს პიროვნება შეიძლება ერთ შეხედვით საკმაოდ მოუსვენარი, მშფოთვარე, ისეთი როგორ ენერგიული ადამიანი მოგეჩვენოთ, ის რეალურად მოუსვენარი ადამიანი არის და ხასიათი ეგეთი აქვს. შესაძლებელია ამ ადამიანს სახეზე ჰქონდეს რაიმე ესეთი შესამჩნევი ლაქა, ან მაგალითად რაიმე ჭრილობა, ან ნაიარევი, ან შეიძლება სტრიებით ჰქონდეს ამ ადამიანს. პირველი ვარიანტის შემთხვევაში პიროვნება არის მუქი ფერის, შავი ან შეიძლება ყავისფრად შერევილი თმა ჰქონდეს, ან მონაცრისფრო თმა, საკმაოდ თხელი თმა შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანს და ასევე ვიტყოდი ამ ადამიანზე, რომ გვერდზე გადაწეულ თმას ატარებდეს ძალიან აქტიურად. პიროვნება შრომელია ხასიათით და ბევრს მუშაობს და მეწყვილმანია, ცოტა ჟმოტიც არის და ცოტა დეტალებზე უყვარს ზედმეტი ჩაკირკიტებები. ეხლა რაც შეეხება მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ადამიანი არის საკმაოდ ემოციური, შეუძლია სხვის ემოციების გაგება, მხარდამჭერა, თანადგომა, ესეთია გრძნობიარე ნატურა, შეიძლება შეხება ჰქონდეს რაღაც საიდუმლოებებთან, მაგალითად მისტიკასთან, მაგიასთან, ეზოთერიკასთან, ან ფსიქოლოგიასთან, ან ხელოვნებასთან. ხატვა, მუსიკა, ფერწერა, შეიძლება იყოს ესეთი ადამიანი. ადამიანი როგორც ესეთი თბილი ნატურა, ხასიათით და აქვს თავისებური სექსუალური ენერგია. ოღონდ ეს არ არის მკვეთრი და უხეში, პირიქით ძალიან ნაზი, ძალიან რბილი, მაგრამ თავისებური შეფარვითი მომხიბლელობა შეიძლება გააჩნდეს ამ ადამიანს. აი საკმაოდ მიმზიდველი იყოს, აი სასიამოვნო ემოციები დაგიტოვოთ ამ პიროვნებამ, ამ ადამიანმა. ღია ფერის კანს შეიძლება ატარებდეს ეს ადამიანი და მასთან თავის საკმაოდ ჰარმონიულად და მშვიდათაც კი იგრძნოთ. ეხლა რაც შეეხება მესამე ვარიანტს. მესამე ვარიანტზე ვიტყოდი, რომ ადამიანი არის საკმაოდ ერთგული ხასიათის პიროვნება, საკმაოდ დინჯი, საკმაოდ სტაბილური და საიმედო და სანდო. თუ ნაბიჯს გადმოდგავს და თქვენთან მოვა, ჩათვალეთ, რომ დარჩება კიდე ძალიან დიდხანს, ანუ სტაბილური პიროვნებაა და დაეყრდნობით ისეთი ადამიანია. შესაძლებელი ცოტა წონიანი იყოს და წონა ჰქონდეს, მაგრამ არ იყოს ჭარბწონიანი, ან ძალიან ზედმეტადაც არა, მაგრამ ჰქონდეს ესეთი ჩასმული გარეგნობა და ვიზუალი, ანუ სუსტი არ არის ეს ადამიანი. სხეულის ზედა ნაწილი შეიძლება ჰქონდეს ცოტა უფრო გამოკვეთილი, აი ფორმები შეიძლება უფრო გამოკვეთილი იყოს. ფერს რაც შეეხება კანის ფერს შეიძლება ჰქონდეს მუქი ფერის, ან ჩათვალოთ, რომ აი რუჯია, ან ნამზეურია, აი ცოტა მუქი ფერის კანის პიროვნება არის. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. მადლობა ყურადღებისთვის.